მე ხელში მიჭირავს ბალანსის ქვა 1, მეორე, ავაწყოთ კონსტრუქცია, მესამე, თუ გამოჩნდება არ ვიცი, მეოთხე, და გავასწორო როგორღაც, მეხუთე, მაგალითად ხო, აი ავაწყე შეძლების დაგვარად. ბიზნეს ივანიშვილი ბალანსის პოლიტიკასაც ვერ აწარმოებს საქართველოში, რომ ვიცოდეთ მაინც. ბიზნეს ივანიშვილი, რომ ვიცოდეთ მაინც, ამ ქვეყანას ღუპავს ივანიშვილმა, უკვე დაღუპა მეთქი, საქართველოს თუ ეს სიტყვა ზაფრად გეჩვენებათ და შესაძლოა გეჩვენებათ, შევარბილებ თქვენის ნებართვით და ვიტყვი, ასე რომ თუ ასე გაგრძელდა, ბიზნეს ივანიშვილმა თუ ასე გააგრძელა, ივანიშვილი საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს თავისი, არა მხოლოდ თავისი არასწორი პოლიტიკით, არამედ შურისძიებაზე, მათ შორის შურისძიებაზე, მხოლოდ სააკაშვილზე რო ლაპარაკობს და ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე და ომის გლობალურ პარტიაზე და დიპ სტეიტზე და აი ამ ბოდვებში როა, ამითაც დაღუპავს, ამ რიტორიკითაც დაღუპავს ივანიშვილი საქართველოს, ეს რომ ვიცოდეთ. მაინც და ამავდროულად თუ მომიტევებს ცხადია დაღუპავს თავისი უტვინობით, რუსეთზე ჩამობღაუჭებით, რასაკვირველია, მაგრამ ამავდროულად უტვინობით და კიდევ იმით, რომ თავიდანვე იყო ბიზნეს ივანიშვილი გადაბარგებული, აი იმ თავითვე იყო ბიზნეს ივანიშვილი გადაბარგებული რუსულ ნავში 2012 წლიდან და გაცილებით ადრინდელი პერიოდიდან იყო გადაბარგებული და მოსკოვი მას 2012-დან მართავს ახლაც და ამ ოლიგარქს კი არ აქვს არც ნება, არც ძალა, არც შესაძლებლობა, რომ თავი დააღწიოს რუსეთისაგან, რუსეთისაგან უშუალოდ პუტინისაგან თავის დაძვრელის არც საკითხარით რესურსი აქვს და არც ნება, არც შესაძლებლობა, ეს რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ ეს არის ემოციური ნაწილი, რაც ახლა გითხარით, რაზეც ახლა ვისაუბრე, აი პრაქტიკული ნაწილიც ფაქტებზე დაფუძნებული ნაწილზეც უნდა ვისაუბროთ ცხადია და ეს არის ალბათ ჩემი ამ ვიდეო ბლოგის თავარი მიმართულება თუ თავარი ხაზი და ვილაპარაკოთ მაგალითად თემაზე შუა დერეფანი არის თუ არა საქართველოზე გადის თუ არა შუა დერეფანი როგორც ასეთი ბევრი ქართული ოცნების ბევრი მომხრე და პოლიტიკური ელიტის ბანდიტური ელიტის წარმომადგენლები დღესაც გეტყვიან რომ საქართველოს დასავლეთი ვერ მიატოვებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ საქართველოს ასეთი ქვეყანა და შესაბამისად მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება პრინციპულად აუცილებელია და გამოვიყენებთ კიდეცო, მაგრამ ბოლო პერიოდში ისე ვითარდება მოვლენები, რომ საქართველოს ან უკვე დაკარგა და ან კარგავს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ამ მისია ფუნქციასაც დაკისრებულს ჯერ კიდევ როდის, მაგრამ ბოლო პერიოდში აი მე-20 საუკუნის მიწურულიდან 21 საუკუნის ჩვენ ზროებამდე დაკისრებული მისია არის 90-იანი წლებიდან, 90-იანი წლების მიწურულიდან ეს მისია საქართველოში უალტერნატივო ქვეყანა იყო, რასაკვირველია, საქართველო ცენტრალური აზიის და ზოგადად აღმოსავლეთის, მოდი ასე ვიტყვი, აღმოსავლეთის ტვირთების 100%, რომელიც შუა დერეფანზე მოდიოდა, რომ ვიცოდეთ მაინც არსებობს 3 დერეფანი, ჩრდილო დერეფანი, რომელიც მიდის რუსეთზე, გადის ჩვენგან ჩრდილოეთით, არის შუა დერეფანი, რომლის მთავარი ნაწილი, მთავარი ჰაბი სახელმწიფო, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სატრანზიტო სახელმწიფო არის საქართველო და სამხრეთ დერეფანი, რომელიც გადიოდა ირანზე. ირანი როგორი სახელმწიფოც არის, იცით თქვენ, ამავდროულად განუვითარებელია მისი ინფრასტრუქტურა, ჩრდილო დერეფანი რუსეთზე გამავალი არის უმძიმეს მდგომარეობაში 2022 წლიდან 23 წლიდან მოქმედი სანქციებისა და გამო, ანუ ჩაკეტილია პრაქტიკულად არავინ ელაპარაკება, ბევრს არ მოაქვს, ბევრ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს არ მოაქვს ტვირთი ჩრდილო დერეფნის გავლით, ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გამტარუნარიანობაც შესუსტებულია და რაც თავარი არავინ არ იღებს ასე მაგალითად ნოვოროსიისკის პორტიდან ტვირთებს და ვერც გამოდის იქიდან სატვირთო გემები, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ფუნქცია შეიძინა საქართველოს და საქართველოსზე გამავალმა შუა დერეფანმა, როგორც საქართველოს უნდა ყოფილიყო ადეკვატური 100% მოდიოდა შუა დერეფანზე არსებული ტვირთებისა სწორედ საქართველოს გავლით
და საქართველოს მიეწოდებოდა ჯერ საქართველოსთან მიეწოდებოდა ჯერ თურქეთს და მე ევროპას ესე ვიტყვი ან მე სამხრეთ ევროპას უმეტეს შემთხვევაში რომ ვიცოდეთ მაინც კავკასიაში თუ ვინმე იყო ან თუ რომელიმე სახელმწიფო იყო გეოპოლიტიკური შიხი კატასტროფულ მდგომარეობაში არსებული სახელმწიფო ეს იყო სომხეთი რომ ვიცოდეთ მაინც ვიდრე ბოლო პერიოდამდე ხოლო აზერბაიჯანი იყო და არის უმძლავრესი სახელმწიფო მძლავრი თავისი ბუნებრივი რესურსებით მძლავრი თავისი ადეკვატურობით მიუხედავად იმისა რომ დემოკრატია აზერბაიჯანში არ არის და გარკვეულზე მაღალი ალბათობით არ იქნება კიდევ კარგახანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი თავს ამ ხრივ გრძნობდა მშვიდად ის ბევრი რამის უფლებას მათ შორის შეიარაღებაში უზარმაზარი თანხების დახარჯვის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს რომ აღარაფერი ვთქვათ მის სტრატეგიულ პარტნიორზე თურქეთზე თურქეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე ბოლო 3-4-5 წელიწადია ჩვენს რეგიონში არის ასე უნდა ვთქვათ ტექტონიკური ძვრები აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი ალიევი ამას ამბობს კიდეც რომ აღარ დაველოდეთ გაეროს 4-5 რეზოლუციას მე-6 რეზოლუციას მე-7 რეზოლუციას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყარაბაღის აღიარებას აზერბაიჯანის ტერიტორიად მაგრამ არანაირ პრაქტიკულ ნაბიჯს იმისათვის რომ ჩვენ ყარაბაღი დაგვებრუნებინაო რომელიც სომხეთმა რუსეთის ძალისხმევით წაართვა აზერბაიჯანს გასული საუკუნის 90-იან წლებში და ჩვენ დავიწყეთ მოქმედებაო და აზერბაიჯანმა მართლაც დაიწყო მოქმედება დაახლოებით 3 წლის წინ და აზერბაიჯანმა ყარაბაღი დაიბრუნა აქ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანზე ყურადღების გამახვილება არამედ ყურადღების გამახვილება სომხეთ ფაშინიანის აი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის სომხეთზე სომხეთმა ამ მარცხების შედეგად სძლია მთავარ კომპლექსს რევანშის კომპლექსს და მან ბალანსის პოლიტიკა კი არ გააგრძელა არამედ სომხეთმა თქვა რომ მე მინდა ევროინტეგრაცია მე მინდა საბოლოოდ დალაგდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან მე ვარ სომხეთი მე მინდა რომ დალაგდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან და ჩვენ ორმა გავაგრძელოთ მოძრაობა უკეთესი სომხეთისა და უკეთესი აზერბაიჯანისათვის ბევრი პრობლემა იყო რასაკვირველია გზა და გზა მაგრამ ფაშინიანმა ეს კეთროვანი ეს სიმსივნე რომელიც იყო ჩამოკიდებული თუ დაკიდებული სომხეთის თავზე თუ სომხეთის ხელში არსებული მოკვეთა სომხეთმა ძლია მთავარს მე თუ მკითხავთ რევანშის სურვილს და უფრო ზუსტად მარცხის შემდეგ სომხეთმა თქვა დაახლოებით შემდეგი მე ვიცილებ ვიჭრი ამ სიმსივნეს ამ მეტასტაზებს და მე ვხსნი ამ ბუნებრივ არსებულ დაძაბულობას მე აღარ მინდა ეს დაძაბულობა მე აღარ მინდა ომი მე აღარ მინდა იზოლაცია მე აღარ მინდა რომ რუსეთი იყენებდეს ან მიყენებდეს მე რუსეთი რომელიც არც დაეხმარა სხვათა შორის ამ ომებში და მე მინდა დავადგე ძალიან ფრთხილად რასაკვირველია მაგრამ დავადგე განვითარების და ფრთხილად ევროპის გზას ვერაფერს გახდებოდა პრემიერი ფაშინიანი რომ არ ყოფილიყო კვლავ ვიმეორებ ადეკვატური ლიდერი აზერბაიჯანისა ალიევი ილჰამ ალიევი რომელმაც ეს ყველაფერი ზუსტად გეოსტრატეგიულად გეოკონტექსტუალურ გეოპოლიტიკურად შეაფასა და თავდაპირველად ეს შეუსრულებელი მისია რეალობად აქცია სომხეთის შეუსრულებელი მისია ამ ტვირთის აწევა პრემიერმა ფაშინიანმა მოახერხა დაიწყო იმის გამო რომ ალიევი იყო მის გვერდით და ეს ტვირთი ნახეთ როგორია ეს არის პოლიტიკური რევანშისტული ელიტების განადგურება ან დასუსტება უშუალოდ სომხეთში რუსეთის გავლენების შესუსტება უშუალოდ სომხეთში და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ აგენტურასთან დაპირისპირება სომხეთის შიგნით რომელიც ეჩმიაზინში სომხეთის სამოციქულო ეკლესიაშია ჩაბუდებული პარალელურად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ალიევის დიდ პოლიტიკოსობის მადასტურებელი
აზერბაიჯანმა ღირსეულად დააფასა ფაშინიანის ეს პოლიტიკა, ეს ქმედებები, ეს პოლიტიკა და ხელი შეუწყო კვლავ ვიტყვი სომხეთის დეიზოლაციას. ყველაფრის გვირგვინი რასაკვირველია იყო ვაშინგტონში და ეს მოლაპარაკებები, ეს შეთანხმება, ეს ხელმოწერა ხო იმ დღეს არ დაგეგმილა. ეს ხო იყო მრავალთვიანი პოლიტიკის შედეგი. გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში შედგა ისტორიული შეხვედრა. პრემიერი ფაშინიანი, პრეზიდენტი ალიევი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს. ისინი ხელს ართმევენ ტრამპის შუაში და ანონსდება, რომ გაკეთდება ტრიპი, ეს გზა. ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრიპი არის აბრევიატურა. უკვე შემდგომ პრეზიდენტი პუტინი რამდენიმე ხნის წინ ეთყვის პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტი ტრამპი გაამხელს ამას, როგორ მოახერხე ის, რასაც მე 10 წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდიო, რეალურად გაცილებით მეტი ხანია არ ახერხებდა რუსეთი. და ტრამპი იმასაც იტყვის, რომ ეს ხო მათი ტერიტორია არისო. რეალურად ტრამპი გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა კავშირში შედიოდა აზერბაიჯანი და სომხეთი. და ტრამპმა წინა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, მაგრამ ტრამპმა ლომის წილი შეიტანა იმაში, რომ მხარეები დასხდნენ და მოილაპარაკეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ეს ტრიპი, ეს უბრალო გზა არ გეგრო, ტრიპი არის დერეფანი, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ამ გზით დააკავშირებს ევროპასთან, თურქეთთან, ევროპასთან, სამხრეთ ევროპასთან განსაკუთრებით, რომ ვიცოდეთ მაინც და აქ ბუნებრივია წარმოიშვა კითხვა, კი მაგრამ სად არის საქართველო? ადეკვატურია კი საქართველო? კი, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც რეგიონში მშვიდობა, მაგრამ ამის გამო ჩვენ ხომ არ ვკარგავთ რამ ფუნქციას, რამ მისიას, რომელიც ჩვენზე დაკისრებული იყო ოხროდიდან საუკუნეების წინ, მაგრამ აი განსაკუთრებით ბოლო 30-35 წელიწადია თუ მეტი არა. კვლავ ვიმეორებ, ყველაფრის გვირგვინი იყო ტრამპის გზა, იყო და არის ტრამპის გზა და ეს კითხვა, სად არის საქართველო, კი გამოეკიდა ჰაერში, რომ ვიცოდეთ მაინც. ამ კითხვაზე პასუხი არ იყო და არც არის, მოდით უგნებავთ ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ეს განშტოება ძალას არ დაკარგავს. მაგრამ ძალას არ დაკარგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ადეკვატური მოთამაშე იქნება. და საქართველო მოწე ივანიშვილის საქართველო მოცემულ ეტაპზე ადეკვატური მოთამაშე არ არის. შუა დერეფნის სიმძიმის ცენტრი სწორედაც რომ ტრიპზე გადავიდა და არა დარჩა საქართველოს. იქ შეიქმნება მაგისტრალები, რკინიგზა, დაიწყება ვაჭრობა, გაჩაღდება ვაჭრობა და უსაფრთხოების კომპონენტიც კი, იმიტომ რომ ეს ტრიპის დერეფანი გადის მაინც ჩრდილოეთ ირანზე, ირანი მაინც არ არის სტაბილური და სანდო პარტნიორი ქვეყანა, რაც არ უნდა მოხდეს იქ, ეგ რა მაგის პასუხია და იქ უსაფრთხოების კომპონენტიც მაღალი ალბათობით იქნება გაათვალისწინებული, თუმცა ამაზე ესე ღიად რამდენადაც მახსოვს არც თქმულა. ანუ საქართველოს, რომელიც არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რეგიონულ მოთამაშედ, თუნდაც რეგიონულ მოთამაშედ დარჩენილიყო, ალტერნატივა როა რეალურად ჩვენ გზაზე გამავალ შუა დერეფნის განშტოებას გამოუჩნდა ალტერნატივა. ეს ხო ვიცით. აქ რა და კვლავ ვიკითხოთ, რას აკეთებდა ამასობაში საქართველო? არაფერს. ბიძინა ივანიშვილი არა თუ არაფერს აკეთებდა, არამედ პირიქით ზურგში დანას ურტყამდა და ურტყავს ახლაც საქართველოს ამ მიმართებითაც, მათ შორის უკარგავს რა ფუნქციას ამ ქვეყანას. მისიას უკარგავს რა ამ ქვეყანას. დასავლეთი გამოაცხადა ივანიშვილმა და მისმა ბანდიტებმა მტრად შერაცხა, მათ შორის შეერთებული შტატებიც. კი, კავარებოთ ახლა ეს საგარეო პოლიტიკაში რაქნა ევროკავშირისკენ რო არ მიდის, ხო? საქართველოს რკინიგზა, რომელიც გარდაულად აუცილებელი იყო მისი მოდერნიზაცია, არ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რაში არ დახარჯა ფული საკუთარი ხელფასების გაზრდის ჩათვლით. რა უაზრო პროექტებში არ გაისროლა ფული, რომელიც მას ჰქონდა. მაგრამ რკინიგზას კი არ მიხედა და თუ მე ვიტყვი რომ შეგნებულად არ მიხედა მეთქი, მე მტყუარი სულაც არ ვიქნები. რკინიგზას თავი დავანებოთ, რკინიგზა არის ერთი ნაწილი, ერთი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რასაკვირველია. ახალი პორტი ანაკლია არა თუ არ აშენა, არამედ ვინც ცდილობდა მისაინახეთ, როგორ ვიტყვი, ცდილობდა ანაკლის აშენებას, იმასაც კი ჩამოართვა ბიძი და ივანიშვილი. წაართვა, წაღლიდა. მე თქვა, რომ ჩინელებს ავაშენებინებ, მაგრამ ჩინელებთანაც კი ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ამ წამამდე რაც ცუდი იქნებოდა ჩინელების მოწვევა, რასაკვირველია და უმჯობესია ამერიკელების ან დასავლელების ფულით აშენდეს ანაკლია, როცა იქნება მაშინ, მაგრამ აქამდე უნდა აშენებულიყო, მაგრამ ბიძი და ივანიშვილმა რუსეთის გარდახით რასაკვირველია გააჩერა ანაკლის პორტი. ძველი პორტი, აი ფოთის პორტზე ვილაპარაკოთ. ფოთის პორტი მან გადასცა მისი ობიექტები, ტერმინალები, მათ შორის მისადგომები, გადასცა მაფიის წარმომადგენლებს ძირითადად და რუსეთთან თუნდაც ირიბად აპელირებულ, ირიბად კავშირში მყოფ პირებს ივანიშვილმა გვარებით ცხადია, ყველა ვიცით. ჩაუგდო ხელში მათ 2022 წლიდან სანქციების ქვეშ მოყოლილ რუსეთს აქ მან მისცა სრული სასათბურე, შეუქმნა სრული სასათბურე პირობები კარტ ბლანში მისცა მეთქი დამატებით. იმიტომ რომ ივანიშვილი თუ ასე ვიტყვით რომ აგენტი იყო, აგენტი არის და აგენტი იქნება, ამაში ჩვენ ტყუილები რასაკვირველია არ ვიქნებით. რომც არ ყოფილიყო აგენტი, რომც არ იყოს აგენტი, მინიმუმ ვიმეორებ, მინიმუმ, ყველაზე მინიმუმ ის იყო და არის გულუფრყვილო, აი ეს ხო სიგიჟია რომ გულუფრყვილო უწოდო ბიძი და ივანიშვილ ბანდიტს, მაგრამ სულ მინიმუმ ის არის გულუფრყვილო ადამიანი, გულუფრყვილო პოლიტიკოსი კი არა, მაფიოზი, ოლიგარქი, რომელსაც არ სჯეროდა და ეს ვიდეოც არსებობს ისიც თქვენ, მე არ მჯერაო, როცა ამბობს, რომ რუსეთს აქვს იმპერიული ზრახვები, ან ოკუპაციის ზრახვები, თუ ოკუპაციის ზრახვები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. Россию не понять, ეს ერთი, მეორე პუტინის აქვს დათქვამი, რომ Россия не заканчивается нигде, მესამე რუსეთს აქვს, პუტინს აქვს დათქვამი, რომ არსებობს რუსკი მირ, რომელსაც აქ ეგრა მაგის პასუხია და აქ დიდ დიასპორას უკვე ქმნის რუსეთი, ჩვენ სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში რუსკი მირისა, რომელსაც რომელიღაც ეტაპზე გამოეკიდება და ნუ ჩაგრავთო და არავინ არ დაჩაგრავს ოღონდ რასაკვირველია, მაგრამ ამას კი საბაბად გამოიყენებს, რომ რუსულენოვან მოქალაქეებს ვინმე ჩაგრავს თუ ვინმე ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს, ადამიანები ვართ, გარკვეული იმათი ბრალით, იმათი მიზეზით, რომელიმე რუსისა, რომელიც დაეხეტება უკაცრავად ცხადია, აღმა თუ დაღმა ამასაც კი საბაბად გამოიყენებს. რუსეთი მტაცებელია და არანაირი პირობით არ იზამს იმას, რაც ბიძი და ივანიშვილს ჰქონდა ჩაფიქრებული, თუ ისიც სურვილიც ჰქონდა, ის ეუბნებოდა რუსეთს დაახლოებით შემდეგს, რომ საქართველოს დასავლეთთან არ იქნება, საქართველოს არ იქნება დასავლეთთან დამაკავშირებელი ჰაბიც კი და საქართველოს გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, საქართველოს დააკანონებს რუსის ჯარს, საქართველოს უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, საქართველოს გაატარებს რუსულ შავ ტვირთს ამ სანქციების პირობებში ესოდენ აუცილებელს რუსეთისათვის. საქართველოს რუსეთს შემოიყვანს აქ სუხედ, რუსეთს პრობლემებს შეუმსუბუქებს, ამას ეუბნებოდა და ეუბნება დარწმუნებული ვარ ივანიშვილი დღესაც რუსეთს. კი არ ვაჭრობდა, არამედ ყველაფერზე მიდიოდა და ამბობდა და ამბობს, მე გამოვაცხადებ კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას ნეიტრალიტეტს, დავთმობ აბსოლუტურად ყველაფერს. ადეკვატური ბიძი და ივანიშვილისეული გაგებით ადეკვატური რუსეთიდან ადეკვატური რეაქციის მოლოდინი ჰქონდა ივანიშვილს. ოღონდ დამიბრუნეთ, ეს იყო პირობა ივანიშვილისა, დამიბრუნეთ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. კონფედერაცია ეს თანახმა ვარ, რომ საქართველოს კონფედერაცია გამოაცხადოს ცხინვალთან და წოხუმთან, ოღონდ თქვენ ხელი შემიწყვეთ ამაში, ყველაფერს მოგცემთ ამის სანაცვლოდ. რა მოხდა შემდეგ? როგორც ჩანს, კი მოდი შევცხადია, მას უჩვენეს შუა თითი მოსკოვიდან. მოსკოვმა უთხრა, რომ შენ დააკანონებ რუსის ჯარს, შენ უარს იტყვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე და აგრეთვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ნეიტრალიტეტსაც გამოაცხადებ, აბა რას იზავს, სად წაუხვალ,
ოღონდ დერეფანიც აღარ გექნება ეს რომ იცოდე საქართველოს დერეფანიც აღარ იქნება საქართველოს ანუ ცენტრალური აზიისა და დასავლეთის დამაკავშირებელი და ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ არავითარ ხელშეწყობას ტერიტორიული მთლიანობის თუნდაც კონფედერაციის სახით აღდგენაში შენ აღიარებ დამოუკიდებლობას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთისა და თუ ამას იზამ ტვირთების მხოლოდ ძა შენ ჩიხი ხდები იმიტომ რომ სომხეთი აგე დეიზოლირებულია პრაქტიკულად და თუ ამას იზამ შენ ანუ აღიარებ ამ შემთხვევაში ტვირთების ძალიან მცირე ნაწილი ისიც შავი ტვირთებისაც ჩვენთვისაც რუსეთისთვის სასარგებლო ტვირთების მცირე ნაწილი გამოემართება რუსეთიდან სომხეთის თუ საქართველოს მიმართულებით და საქართველოს მიმართულებიდან საქართველოსთან რუსეთის მიმართულებით აფხაზეთის გავლით ამ შემთხვევაში არ იქნები ჩიხი არ იქნები ერთგვარი ჩიხი მაგრამ არა სრული ჩიხი შენ იქნები სატრანსპორტო გზა მხოლოდ რუსეთისათვის სარკინიგზო გზა სახმელეთო გზა და ასე შემდეგ არავითარი ანაკლია არ იქნება და თუ იქნება მხოლოდ მაშინ როდესაც მე გავაკონტროლებ ანაკლიას რომ იცოდე მაინც სასაზღვრო პუნქტი გვექნება საბაჟო კი არა სასაზღვრო პუნქტი გვექნება ენგურთან საბაჟო ხო გვექნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ახლა კითხვა ეს კითხვა მე გუშინაც დავსვი რას იზამს ივანიშვილი ნავიჩოკი მზად არის არ დაგავიწყდეთ თუ ბიზინა ივანიშვილი წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს მისთვის ბიზინა ივანიშვილისთვის ერთი ნავიჩოკი თუ პოლონიუმი მზად არის თუ წინააღმდეგობას არ გაუწევს მას ალბათ ესე ღგონია ან ესე ხედავს მაღალი ალბათობით რომ წალეკავს ხალხი ანუ თუ ბიზინა ივანიშვილი აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს წალეკავს ხალხი მაგრამ წალეკავს კი არ ვიცი მე ვერ გეტყვით ამაზე პასუხი არ აქვს კითხულობ უბრალოდ ვიკითხე და მხოლოდ რიტორიკული კითხვა ჩემი აზრი კი ასეთია გულახდილად გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილი არა მხოლოდ ვალდებული არამედ იძულებულიც იქნება რომ ეს გააკეთოს ანუ აღიაროს ოღონდაც კი გადარჩეს მას სიცოცხლე უყვარს მას მათუსალობა უნდა რომ იცოცხლოს 178 წელიწადი ანუ კიდევ 108 წელიწადი ახლა 18 თებერვალს 70-ისა შეიქნება ივანიშვილი ისწავლა დამოუკიდებლობის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ამ რეგიონებისა ამ ძირძველი ქართული რეგიონებისა და დაელოდება წალეკავს თუ არა მას ხალხი და ეცდება რომ გადააგოროს ხალხის რისხვა ახლა დაუბრუნდეთ თქვენი ნებართვით შუა დერეფანს ჩვენ პრაქტიკულად აღარ ვართ ამ პროექტში ამ სივრცეში ამ გეოსტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მაგრამ მაინც ვიკითხავ წამოვა კი ტრიპის ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის გამართვის შემდეგ ტვირთების ნაწილი საქართველოს არ ვიცი ამაზე არ მაქვს პასუხი ადეკვატური არა იმდენად დემოკრატიული არა იმდენად ლიბერალურ დემოკრატიული და ასე შემდეგ არამედ ადეკვატური უნდა იყოს სახელმწიფო საქართველოს და ადეკვატური სახელმწიფო საქართველოს არ არის რომელიც აზერბაიჯანს უძაბავს ყოველ პირობითად 5 თვეში ერთხელ გარეჯი საქართველოსთან დაწყებული რაღაც სხვა კამპანიებით და გრძელებული თუ განამთავრებული სომხეთთან გაფუჭებული აქვს ურთიერთობა მათ შორის იმიტომაც რომ არ ცნობენ ერთმანეთის საზღვრებს სახელმწიფოები მიუხედავად იმისა რომ სომხეთი რამდენად ჩემთვის არის ცნობილი იხვეწებოდა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს რომ გავავლოთ საზღვარიო დემარკაცია მოხდესო ანუ მოვნიშნოთო გავიგოთო სად არის ჩვენი საზღვრები შენი რა არის და ჩემი რა არისო და ასე შემდეგ შუა დერეფანს დაუბრუნდეთ და მოусმინოთ ალიევს ნახეთ რას ამბობს აზერბაიჯანის ლიდერი სატრანსპორტო კავშირების განვითარება მათ შორის ტრიპისა ამბობს ის რომელიც სომხეთს ცენტრალური აზიის უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებთან დააკავშირებს სატრანსპორტო ქსელში ჩართავს ხელს შეუწყობს მშვიდობას სომხეთი აღარ იქნება აი ალიევი ამბობს ამას აღარ იქნება ჩიხი ანუ სომხეთი რომელიც ჩიხი იყო ჩიხი აღარ იქნება ის დაიწყებს სარგებლის მიღებას ტარიფებიდან ალიევის თქმით ანუ ფაშინიანი კი არის ამ სიტყვის ავტორი ალიევი ამ სიტყვის ავტორი და გახდება მასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილი ამას ამბობს ალიევი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე რომელიც ეხლაც მიმდინარეობს
მეორე და მნიშვნელოვანი პოინტი. სომხეთის სარგებელს უკვე ახლავე ხედავს ამ პროექტებიდან, ამ სატრანსპორტო ხაზებიდან, რადგან აზერბაიჯანმა სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ მოხსნა ყველა შეზღუდვა ტვირთების გადაზიდვაზე ყაზახეთიდან და რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. ამას ამბობს ალიევი კვლავ ვიმეორებ. სომხეთში პირველი ტვირთები აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით უკვე გაგზავნილია და უფრო მეტიც არის მოსალოდნელი და დამატებით ამატებს, რომ ჩვენ დავიწყეთ სომხეთისათვის უმნიშვნელოვანესი ნავთობპროდუქტების მიწოდება და ბევრად უფრო დაბალ ფასად, ბევრად უფრო იაფად, ვიდრე მათ ოდესმე შეეძლოთ ნავთობპროდუქტების მიღება. ასე რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, სატრანსპორტო დერეფანი კავშირი, მეზობლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები, ურთიერთობები და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ აგვაქვს პრაქტიკულად არავისთან კეთილგანწყობილი და პარტნიორული ურთიერთობები, სრულ იზოლაციაში ვართ არა მხოლოდ რუსეთისგან, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ რუსეთისგან ყველაზე ნაკლებად სხვათა შორის. იზრდება სავაჭრო ბრუნვები ჩვენსა და იმპერიას შორის. და აზერბაიჯანის ლიდერი კი ამატებს, რომ მშვიდობას, კეთილგანწყობას, ურთიერთობას, ხო პროგნოზირებადობას, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მმართველი აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული პროგნოზირებადი ტიპი არ არის. ორ მხრივ ინტერესს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ამბობს ალიევი. ჩვენ გავხდით ცენტრალური, ანუ აზერბაიჯანი გახდა ცენტრალური აზიის ქვეყნების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ხუთი ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო ისედაც იყო ამ C5 ესე ერქვა და ის C6-ად გარდაიქმნა. ჩვენ ამას განვიხილავთ აზერბაიჯანისადმი პატივისცემა იმის დადასტურებადო ამბობს ალიევი. რადგან დღეს აზერბაიჯანისთვის გვერდის ავლით გადაადგილება ნიშნავს სანქციების ქვეშ მყოფ ზონებში გავლას. დიახ, სანქციების ქვეშ მყოფ ზონებში გავლას თუ აზერბაიჯანს აცდებითო. აზერბაიჯანს როგორ შეიძლება აცდე რუსეთით და რუსეთიზე ვერ გაივლის ტვირთიო და ვერც ჩაიტანს რუსეთი ნოვოროსიისკამდე, ამაზე მგონი ვილაპარაკებ. კიდევ ერთი პოინტი, რასაც ამბობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც აღნიშნავს ალიევი, აზერბაიჯანი არის ერთადერთი საიმედო უსაფრთხო და მეგობრული სივრცე ქვეყანა, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ფაქტია ეს. აზერბაიჯანი იქცა ჰაბად და რასაკვირველია ეს ასეა და სწორია აზერბაიჯანის ლიდერი. ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ, სომხეთიდან რუსეთში ხაზს უსვავ. ჩვენ დე-ფაქტო და ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. მართალია ახლა ტრანსპორტირება ისიც თქვენ საქართველოში რომ შემოიჭრება და პრობლემა რომ იყო სარკინიგზო ნაწილი და პრობლემა რომ იყო და ვითომ ტარიფოთ რომ გაატარეს, ტარიფის გადახდევინების გარეშე რომ გაატარა ქართულმა მხარემ პრემიერ კობახიძის პრემიერად წოდებული ბანდიტ კობახიძის გადაწყვეტილებით, მაგრამ არ ენდობიან საქართველოს და მალე დადგება დღე ამბობს ალიევი, როდესაც სომხური ტვირთები პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიას გაივლის და საქართველოს ასწდება და ეს დღე შორს აღარ არის, ანუ იმ პატარა ტარიფსაც კი, რომელსაც გაღორმუცელდა საქართველოს მთავრობა და მოუმატა და აპირებს რომ მოუმატოს, იმასაც კი ასწდებიან, ვერ ხედავს რა საქართველოს მთავრობა კეთილმეზობლობის არს ვერ ჩასწვდა რა. მიდის აი ამ ღორმუცელურ ნაბიჯებზე. შემდეგი პოინტი, დღეს საერთაშორისო ურთიერთობები შედის ახალ ეპოქაში, ფაქტია, სადაც სიტუაციას მართავს არა სამართლის, არამედ ძალის უზენაესობა. ეს ფაქტია. ამიტომ თითოეულმა ქვეყანამ სტრატეგიას საკუთარ პოტენციალზე და მეზობლებთან კარგ ურთიერთობაზე უნდა მოარგოს, უნდა ააგოს. ამბობს ალიევი, ჩვენ მშვიდობის პირობებში მხოლოდ 5-6 თვეა ვცხოვრობთ, ჩვენ ვსწავლობთო მშვიდობასო, ამასაც დასძენს. დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი 7-5-6 თვე, არასოდეს გვიცხოვრიაო. ეს განსაკუთრებული გზნობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა უკვე გადაიზარდა თანამშრომლობაში. ჩვენი თანამშრომლობა სომხეთთან და განსაკუთრებით აზერბაიჯანთან გადაიზარდა დაპირისპირებაში. აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, ეს გითხარით მგონი, სამხრეთ კავკასიაშიო, იმასაც ამბობს,
რომელიც ფლობს ენერგორესურსებს არ მithქვამს მოდის ვიხდი და მათ მეზობლებს აწვის საქართველოს ამას წლები აკეთებს ანუ საქართველოსთან ამას ახლა დავიწყებთ სომხეთთანაც უბრალოდ სომხეთთანაც ვაკეთებთ ამას და ზედაპოინტი გავიხსენებთ რომ სომხეთზე გავა ანუ ტრიპზე ლაპარაკობს ის დამაკავშირებელი დერეფანი რეალურად ალიევის ეს გამოსვლა ადასტურებს არამხოლოდ იმას რომ აზერბაიჯანი ხელს შეუწყობს სომხური ტვირთების რუსეთის მიმართულებით გაშვებას ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული თუ თლად გულახდილები ვიქნებით არამედ საქართველოს გვერდის ავლითაც ყველა მიმართულებით ეს ერთი ამბავია და ასევე ადასტურებს იმასაც რომ კავკასიაში გეოპოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული პოლიტიკური სურათი იცვლება და ტრიპის ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობის გამართვის შემდეგ მოთამაშეებს არ ან ნაკლებად დასჭირდებათ რუსეთზე ჩამობღაუჭებული მით უფრო ივანიშვილის საქართველოს მოთამაშეებს რომლებიც რეგიონში არიან აზერბაიჯანს სომხეთს ისინი მოთამაშეება აიბი არიან აბა არა ასაკვირველი ანუ აზერბაიჯანი ითამაშებს მთავარი ხაბი ქვეყნის როლს ითამაშებს თუ შეასრულებს ხოლო სომხეთი კი ეტაპობრივად ჩაერთვება რეგიონულ ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ პროექტებში რაც სომხეთის დეიზოლაციას და გაადეკვატურებას ამას ხაზგასმით ვამბობ შეუწყობს ხელს ის უკვე ადეკვატური სახელმწიფო ახლა ერთი ამბავიც და დავამთავროთ პრინციპში ეს თითქმის 35 წუთიანი ვიდეო ბლოგი დიდი ვრცელი განა არა ილჰამ ალიევმა შევარდანისთან ერთად უზარმაზარი როლი შეასრულა იმაში რომ საქართველოს ჩიხი არ ყოფილიყო საქართველოს დაკავშირებოდა ევროპას ეს არის ბაქო-თბილისი ჯეიხანი ეს არის ერზერუბის გასადენი და ასე შემდეგ შახდენიზის გასადენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შევარდაძემ და ილჰამ ალიევმა შორეულ 90-იან წლებში ბევრი რამ გააკეთეს ამ ორი ქვეყნისთვის აზერბაიჯანისთვის ორივე კომუნისტი იყო განა არა აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის ოღონდ ეხლა უნდა ვთქვათ რომ ილჰამი არ არის ანუ შვილი ალიევი არ არის ჰეიდარ ალიევი არ არის ის კაცი მე გავბედავ და ვიტყვი ის ძალიან მასშტაბური და გავბედავ და ვიტყვი რომ მამამისზე მასშტაბური პოლიტიკოსიც არის თუნდაც იმიტომ რომ ყარაბაღის პრობლემა მოაგვარა რომელმაც შევარდაძესთან ერთად იმან ილჰამმა კი არა ჰეიდარმა შევარდაძესთან ერთად იცით კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ გამოკვეთა საქართველოს მისია მაგრამ ილჰამი არ იზრუნებს იმაზე რომ დაადგეს მამამისის გზას მით უფრო არაადეკვატური ხელისუფლების საქართველოს ხელისუფლების პირობებში მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ შევარდნაძე არ არის შევარდნაძის მსგავსადაც კი ვერ ხედავს ივანიშვილი პროცესებს ის თავიდან ბოლომდე ჩამობღაუჭებულია რუსეთზე ამიტომ გადახმარების ხელს ილჰამი შევარდნაძეს კი არა ივანიშვილს არ გამოუწვის ბიზინა არ არის ედუარდი ასე გეტყვით კიდევ ერთხელ აი მამის მაგალითია ის რომ რამდენი შევარდნაძე და მამა ალიევი ერთმანეთს ხვდებოდნენ საშუალოდ 2 კვირაში ერთხელ რამდენი ხანია არ შეხვედრია ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს მაგალითად ბანდიტი კობახიძე მეთქი დიდი ხანია და იმიტომ რომ აზერბაიჯანის საქართველოს აღარ ენდობა ივანიშვილმა ეს ურთიერთობებიც კი ჩაფლავა არა ჩაანგრია ვიტყვი ასე აი აქამდე მიგვიყვანა ჩვენ ბიზინა ივანიშვილმა საქართველოს უკვე დაღუპამან და თუ ეს სიტყვა ძაფრია მინდა გითხრათ რომ ძალიან მალე ჩვენ მართლა ყველა ბევრი ჩვენგანი იგრძნობს რომ საქართველოს დაღუპულია იმიტომ რომ ივანიშვილი ამ საშინელი ქმედებების საშინელი პოლიტიკის გატარებას საქართველოსთან მიმართებაში გააგრძელებს და გააგრძელებს ნახვამდის